საბავშვო ბაღებში დასაქმებულებმა 12 ლარით მომატებული ხელფასები აიღეს. ალბათ სიმბოლურად, რადგან 2012 წლის შემდეგ გორის ბაგაბაღებში ხელფასი არ გაზრდილა. ბაღებში დასაქმებულ ადამიანებს კამერებთან გამოჩენა არ სურთ. პირად საუბრებში კი გვიყვებიან, რომ გუშინ და დღეს მათმა ნაწილმა 12 ლარით, ნაწილმა კი 20 ლარით მომატებული ხელფასი აიღო. გადათ რამდენია მატება საერთოდ, აი ყველაზე მინიმუმი და ყველაზე მაქსიმუმი. ვიცით, რომ ჯგუფების რაოდენობის მიხედვით დაემატათ, მაგრამ თქვა თქვენი ბაღის მაგალითი რომ გითხრათ. მასწავლებლებს ყველგან ერთნაირად აქვს მატება. 320 ლარს იღებენ მგონი ხელზე. და ძიძებს ყველას ექნება ერთნაირი ხელფასი. აი ეს არის. განაჩენი ზუსტად არ ვიცი. დაახლოებით რამდენი ლარით მოიმატა რომ გითხრათ? 50 თქვათ ასე პირობა. ესე ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ყველა ბაღში სხვადასხვა ხელფასი იყო და გათანაბდა. ზოგან თუ სხვანაირად მეტი მოემატა, ზოგან მეტი მოემატა, ანუ ხელფასები იყო აბსოლუტურად სხვადასხვანაირი და გათანაბდა და ყველას მომატებაც რა თქმა უნდა სხვადასხვა იყო. რა უნდა რთული სამუშაოა ხო და უკეთეს იქნებოდა მეტი ხელფასი, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მომატებაც კარგია. ფაქტს ოპოზიცია ეხმაურება ნაციონალურ მოძრაობაში, ამბობენ, რომ მიუხედავად მათი არაერთი მოთხოვნისა, აღმზრდელ პედაგოგებს ხელფასი მანამდე არ მოუმატეს, სანამ არჩევნებისთვის არ დაჭირდათ. მათივე თქმით, მომატებულ ხელფასებს დაგროვებითი პენსიის 2%-ით ეჭრება. თავისუფალი დემოკრატების წევრის ოთარ კვირიკაშვილის თქმით, თავად ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულებს ხელფასი 1000 ლარზე მეტი აქვთ, აღმზრდელებს კი გროშებს უყრიან. Შესაძ ქართულ ოცნებას გაუჭირდა და არჩევნები წააგო პირველ ტურში, უცებ გამოჩნდა თანხები და ძალიან დიდი პიარი გააკეთეს იმის, რომ სკოლამდელ აღზრდას დაწესებულებაში პედაგოგებს ხელფასი ემატებოდათ, მაგრამ მასხარად აიგდეს იქ მომუშავე ადამიანები, ვინაიდან 12 ლარით მოხდა მხოლოდ მათი ხელფასების გაზრდა და ადამიანებს, რომლებსაც შეგონათ, რომ მაღალ ხელფასს აიღებდნენ, უცბად აღმოაჩინეს, რომ მხოლოდ 12 და 15 ლარია დარიცხული, ასევე სახელფასო ბადე კიდევ არ არის დაბალანსებული და სხვადასხვა საბავშვო ბაღებში სხვადასხვა ანაზღაურებას იღებენ პედაგოგები, რაც ჩემი აზრით უსამართლოა. ასევე ამას ემატება ისიც, რომ სახელმწიფომ რატომღაც შეიმუშავა ის კანონი, რითაც უკრძალავს მომუშავე ადამიანებს საკუთარი ფინანსების წარმართვას, ეს არის დაგროვებითი პენსია და იქიდანაც 2% ეჭრებათ საბავშვო ბაღის მომუშავეებს. რო შეხედოთ ახლა სააგენტოს თანამშრომლებს, თქვენ სააგენტოს თანამშრომლების ხელფასებს 1200, 1300, 1600 ლარიანი ხელფასები აქვს თვითონ დანიშნული და ბაღის მასწავლებლებს აი ამ რაღაცა სამადლოდ გადაგდებულ გროშებსაც კი ამადლიან და იმასაც უქვითავენ და რეალურად ზოგს 9 ლარს უმატებენ, ზოგს 12 ლარს უმატებენ, ზოგს 20 ლარს უმატებენ და ერთმანეთშიც კი შუღლს უღვივებენ და ერთმანეთშიც კი დაპირისპირებაში შეყავთ ეს ხალხი, რომ აი ესეთი რაღაცა სამადლო პოლიტიკა შემოიღო ქართულმა ოცნებამ და რა პრინციპით გაიცა ხელფასები გორის მუნიციპალიტეტის ბაგაბაღებში ამ კითხვით ბაღების გაერთიანებას მიმართეთ. ხელმძღვანელის ლია კოვზიაშვილის განცხადებით, მომატებულ ხელფასებს დასაქმებულები სრულად თებერვლის თვეში აიღებენ. ხელფასების მატება მოხდა იმის მიხედვით, თუ რამდენ ჯგუფიანი ბაღია. მაგალითად, ერთ ჯგუფიანები სადაც გვაქვს ერთნაირად მოემატათ, ორ ჯგუფიანებს ერთნაირად, სამ ჯგუფიანებს ერთნაირად და ასე შემდეგ. იმაშია, რომ ჩვენ კი სურვილი გქონდა, რომ ეს დასაწყისშივე მომხდარიყო მომატება ხელფასისა, მაგრამ მოხდა ისე, რომ საშტატო ნუსხა ჩვენ დაგვიმტკიცდა 18 რიცხვში და სწორედ დამტკიცებული საშტატო ნუსხით უნდა გვემოქმედა და აქედან გამომდინარე ხელფასებმა მოიმატა 18 რიცხვიდან. იმიტომაც არის, რომ გაურკვევლობა გამოიწვია ამ ყველაფერმა, თებერვლის თვიდან უკვე მიიღებენ იმას, რაც მოემატათ ყველა. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წლიური ბიუჯეტი 7.100.000 ლარია. აქედან ხელფასებისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.